ავედით ზემოთ. Let's go. ოჯოჯო. ეს ის დამჯდარია? მოგესალმებით. დღეს ჩვენ ვიყოფებით Sky Bar-ში, ჩვენ ერთ-ერთ უსაყვარლეს ადგილას, სადაც აი მაშინ მოდივართ ხომ, როდესაც აი სანმე გასვლა რომ მოგვინდება და ცოტა გამოპრანჭო გვინდა და ცოტა ლამაზად ჩაცმა და რაღაც და თან ლამაზ ადგილას აი ხედები და რაღაც ჩვენი სისუსტე არის, ჩვენი სუსტი წერტილი და ყველაზე მეტად მაგიტო მოგწონს ეს ადგილი, რომ ყველაფერი აქვს ამ ადგილს, რაც ჩვენ გვინდა და ჩვენ სურს. დამატებდი. და ის რა ქვია, მიმტანი თუ ბარმენი კოქტეილებს მიცაკეთებს, არისო სოხუმიდან არა? არა, სოხუმიდან არა. აბა? ოსი. ჰა? ოსი. თუნდაც ქართული ლაპარაკი გაიგო და მიხვდა რომ ჩვენ ქართულები ვიყავით. და რომ გადახდის დრო რომ მოვიდა მე გითხრა რომ ოსესიდან ვარო, ოღონდ ქართულად არა რუსულად ილაპარაკა, იმიტომ რომ მე მგონი დიდი ხანია იქ აღარ ცხოვრობს, პატარაობიდან არის წასული იქიდან და ესე სამწუხაროდ ქართული არ იცის, მაგრამ ეს მის ქართული. და ეხლა მოვიდა მოგესალმა. კი. საფრთხე რაღაცებს ბადროხო, ნუ ყოლო. ჩვენი პრობლემა არის ეგ, მგონი რომ ბატონი დავითი ძალიან მოლაპარაკე ადამიანი არის, ძალიან ინტელექტუალი და ძალიან განათლებული და ძალიან საც უყვარს ლაპარაკი და საუბარი, მაგრამ საქმეზე რომ მიდგება და რომ უნდა ჩავწეროთ რაღაც ბლოგი ან რაღაცა, მე ხმასალ არიღეს. იმიტომ რომ ჩემი მეუღლე საათნახევარი განიხილავს ხოლმე რაღაც სალფეტკზე, თუ რა კარგი არის სალფეტკი, ჭამის მერე რო პირს მოიწმინდა, საათნახევარი დაიწყებს როგორ შედგა მონაცემები ისა, რომელი წელს არის ეს სალფეტკი რაღაცა და მე მომიშვეს პოროს გამ მიკროფონს და აბა, ეს სიტყვია. რა უნდა თქვა? მოკლედ, ვისაც გაინტერესებთ, ცოტა ჩვენს შესახებ მოგიყვებით. თუ გაინტერესებთ, რომ გაგვიცნოთ უკეთესად, იმიტომ რომ რამდენი ხანია უკვე ვიდეოების გადაღება დავიწყეთ და პრეზენტაცია გაგვიკეთებია ჩვენი თავის. მოკლედ ჩვენ როგორც უკვე იცით, დავითი და მე ნატო ან ნატალი. მე დათოა. მე ვარ დათო, ეს კი ნატო. ხო, ვალე. იქნება და ვერ მივხვდი ვინ ნატო და ვინ ნატო და კონკრეტულად. არა, იმიტომ რა ვიცი, ხანას გეძახი და ხან შეიძლება დაიბნე ცოტა. ყველაფერს არ ვიტყვი, რას მეძახის ხოლმე. ხო, არა, გვინდა. მოკლედ, ჩვენ დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს ბავშვობიდან ფაქტიურად, სადღაც ესე 15 წლიდან, ანუ მე 15 და ეს ჩვენს 15 ტოლები ვართ, ერთი თუ არის ჩვენ შორის სხვაობა. ხო და ორი რომ მოვიდა ისე არ იყოს. რა, თუები არიან ხო. ანუ მოკლედ, მე რომ ჩამოვედი ესპანეთში, ვიყავი 14 წლის და დათო იყო უკვე აქ ცხოვრობდა, რამდენი იყავი შენ რომ ჩამოხვედი? შენ თუ 14-ის იყავ, მე 14-ის ვიქნებოდი. არა, კაცო, შენ როდის ჩამოხვედი? მე 12-ის ვიყავი. 12-ის, ხო, ანუ ჩემზე კარგი წლის ჩამოსული იყო, კორი წლის ჩამოსული იყო და აქ ცხოვრობდა და მე რომ ჩამოვედი, არავის არ ვიცნობდი და რომ გავიგე რომ ქართველები ცხოვრობდნენ ჩემი ადგილსამყოფელის გარშემო, ჩვენმა ერთ-ერთმა საერთო ნაცნობმა შეგვახვედრა ერთმანეთს რა, ანუ აქ მცხოვრები ქართველი ბავშვები გამაცნო და გავიცანი დათოც პირველი შეხვედრა გახსოვს? მახსოვს. თავიდან არ მახსოვს. კი ვაუ, მე შეხედე. კი მახსოვს და ვინახე და როგორც შეხედე ეგრევე მივხვდი რომ ოდესაც ჩემი მეორე ნახევარი გახდებოდა. დავაფიქსირე და მანაც დავაფიქსირე. ანუ იცინე თუ გინდა, მაგრამ ილაპარაკე წესიერა. მახსოვს 14 ივნის იყო, სადაც 6-7 საათი. რო დავინახე, მეთქი გამარჯობა, მე დატოვა მეთქი. რომ მიწა მე დატოვა რომ მეთქი. დიასტოლვა. წავიყვანე მე ესახში. Amor, I can't. მართალია ობამა ამბობდა, yes we can, მაგრამ no, I can't. Nigga.
ისა. ეს პატარა კანის კიდე დავუწევ დამას. ანუ შეუძლებელია რამის ჩაწერა, ვიდეოს ჩაწერა შეუძლებელია ამ ადამიანთან. ან იმდენად ღადაობს და იცინს რომ ვერაფერს ვერ დავდებ და ყველაფერი უნდა მოვჭრა. ან არის ლაპარაკოს და მარტო კი არა თქვას. Sorry guys, I think the technique is wrong. Oh, მარტო მე მონჩერებოდნენ რაც მოვედი და ეხლა რომ რაღაცა შეგვეთა, ეს აღარ იყურები. აი მაგიტომაც გაგიდეს ხო? ბრატიშკა ხო გაუძახე. ბრატექს. კიდე უთხრა მე შევხედე ხა. ეხლა გავამხედავს. ხედავ? ნომბაცე. Casuality no. Women power. აუ, თუ. მოკლედ. მე არ მახსოვს ჩვენი შეხვედრა. მე კი. მართლა გახსოვს? მათყობ. გლოეტის პარკში, ზაფხულში და გეცვა ლურჯი. არა, ლურჯი. არ მახსოვს ეგ. გეუბნები, ემა იყო, ველენე უფრო პატარა იყო, იასნა. ხოსტავ იყო და მე თქო და ბაცად იყო თანხულები. საერთოდ მატარებთ ესმე. აბა, მაშინ სად იყო? მე ეს შეიძლება სად იყო? სად იყო მექანიზმი შეიძლება? მახსოვს. თუ მიყო პატარა და მშუქანი. დედა. მე მართლა არ მახსოვს. აი, შანსი არა, ვერ გავიხსენე. დაჟე მაგ დღეს მე ჩვენი მეგობარი ვინც ახსენე, ბაცანზე. ეგ მეუნებოდა რომ ბიჭო ისე საშენო გოგო არისო, არა? რა? გაფიცებ. გავდითო იმე დაძმოსავით იყავით. ისე რეალურად ფიზიკურად ვერ მაგვითხრა რომ ერთმანეთს გავხართო და მე არც ვიცოდი, ანუ ეგ დღეს ხო საერთოდ არ მახსოვს და დათოს ძმამ მითხრა, როდესაც გაიგო რომ ჩვენ ერთად ვიყავით და ენახვის დღიდანვე მივხვდი რომ თქვენ მომავალში რაღაც ერთად უნდა ყოფილიყავით, ანუ გეტყობოდათ. მართალია მე არ მახსოვს. ეგ დღეს საერთოდ არ მახსოვს. რანაირად გაგიცანი, როგორ გაგიცანი, სად გნახე და რა გეცვა? მე სახში ამიყვანა და თავის ნახატები მანახა. მეორე სართული იყო და გლოეტასთან ახლოს იყო. ეგ კაიუსის გლორიეტაში თუ? კაიუსის გლორიეტაში? ვაუ. მათხოვეთ ახლოს ხო? ხო. ახლოს კი. მართლა, აუ, დამჭირს ხარ ხო ადამიანებო. ვიდეოს რო წერდა ლაპარაკობ რაღაცეებზე, ენა მებმევა, ანუ ხშირ შემთხვევაში ჩემ ვიდეოები თუ გაქვთ ნანახი, მიხვდებოდით რომ ხანდახან რაღაც ძალიან უაზრო და რაღაცნაირად ლაპარაკობ ხოლმე ან დაბნეულად ან რაღაც და იმიტომ რომ მართლა ძალიან დიდი ხანია უკვე აქ ვარ, ანუ 19 წელი არის ესპანეთში ვცხოვრობ და იმის და მიუხედავად რომ ხა უკვე დიდი ნაწილი ქართულად ვლაპარაკობ, რადგან მეტადაც ერთად ვარ, მაგრამ აქამდე სულ ესპანურად მიწევდა ლაპარაკი. და იშვიათად ვლაპარაკობდი ქართულად და გინდა თუ არა, ეს მაინც რაღაც კვარს ტოვებს, ანუ ქართული რა თქმა უნდა არ დამავიწყდა, მახსოვს, მაგრამ გახსენების დროს, ლაპარაკის დროს ყველა სიტყვა გადამოწ რომ უნდა ვილაპარაკო ქართულად. მეჭედება და მე რაღაცნაირად დრო მჭირდება რომ გავიხსენო თან რომ მინდა რომ მალე ვილაპარაკო, ანუ ვეღარ გამოდის და ვერ გადმოვცემ კარგად ჩემს საქმეს. ამიტომ ლაპარაკეთ ხოლმე თუ რაღაც ვერ ვილაპარაკი კარგად, ანუ ეხაც მართება, მაგრამ ვცდილობ ყველანაირად რომ გამორთხოვდი ვილაპარაკო. ამ თაგილის პონტიერ ერთმანეთში რომ ლაპარაკობთ. არა ვართ. ვინ უჯდენი ქართული როგორ არის? არა ვართ ვალდებულები. ვალდებულები არა ვართ რომ ვილაპარაკოთ რაღაც კონკრეტულ ენაზე. რაინაზეც კი და იმ ენაზე შეგიძლია რაღაცა. მაგრამ როცა ვიდეოს ვიღებთ ვართ ვალდებულები რომ ვილაპარაკოთ ქართულად. და არის ბევრი მოცემული მომენტი, სადაც უნდა ჩაფიქრდე რაღაცა უნდა დააწყო ტვინში და ალაგო. და მაგიტო ვიჭედები ხოლმე. თორე ზა რო ხსნილი იყოს მაგ მიმართ რომ შენი აზრი გამოხატო რა ენაზეც რა გისწორდება, შეიძლება ერთ წამიანი პაუზა არ გავაკეთოთ არც ერთ. კი, ეგრე არის. მაგრამ ნუ დაფიქრების მომენტი არის. ხო და რას ვამბობდით? ანუ ჩვენ თავიდანვე გქონდა ერთმანეთის მიმართ სიმპათიები, მაგრამ ვერასდროს ვერ გამოვხატავდით. ანუ მე დათოს რო დავინახავდი, სადღაც გავრბოდი და მე აღმოჩნდა რომ თურმე დათოსაც იგივე რაღაც ემართებოდა ჩემთან მიმართ. მე ვასწრებოდა მაგას. დიდი ხანი ვიყავით მეგობრები, აი დაახლოებით 15-16 წელი, ხო. და სადღაც 2 წელია რაც გადავდგით ეს ნაბიჯი და გადავწყვიტეთ რომ ჩვენი ცხოვრება ერთმანეთს დაგვეკავშირებინა და ჩვენი ცხოვრების ყველაზე საუკეთესო გადაწყვეტილება იყო ეს. და ვინც იტყვის ან იკითხავს რომ თუ ამდენი ხანი ერთმანეთს იცნობთ და რატო მარტო 2 წლის წინ ეს ცხოვრებაა მეგობარო. ძალიან ბევრი რამ მოხდა. ყველაფერი ისე არ ხდება და მაშინ არ ხდება, როცა შენ გინდა თუ სიტუაცია მოითხოვს თუ ეგრე ჯობია და რაღაც. მაშინ ხდება ყველაფერი, როცა მაღალი ღმერთი გადაწყვეტს.
კი, მართალია. რადგან ეხლა გადაწყვიტა, ესე იგი ეხლა არის ყველაზე სწორი და მართლაც ეგრე არის. არა, ჩვენ შედეგული გაგვინ ხელია? გაგვინ ხელია? არა, გაგვინ ხილვა, ანუ გაგვინ ხილველია? I don't know. ანუ რომ გაგვინ ხილია. აქამდე რატო არაო, მაგრამ არა. იმას უნდა გაევლო თავის გასავლელი გზა, მე ჩემი და მე რიქს უნდა მოხდა იყო ესე. ხო, მართლა ესე არის, იმიტომ რომ აი რამდენს ვკითხავ ჩვენთვისაც რაღაც, მაგრამ ადრე რომ დაგვეკავშირებინა ჩვენ ცხოვრება ერთმანეთისთვის, შეიძლება რაღაც სხვანაირი განვითარება მოყოლოდა, ამიტომ ყოველთვის ცხოვრებაში ყველაფერი ხდება იმ დროს, როდესაც უნდა მოხდეს, ანუ ყველაფერი პერფექტულად და ყველაფერი ზედმიწევნით არის გათვლილი ამ ცხოვრებაში, ამიტომ არ იჩქაროთ, მიყევით ცხოვრების დინებას, გიყვარდეთ ერთმანეთი ხალხო და თქვით დღევანდელი დღით, ანუ არ ფიქროთ მომავალზე, არ მისწიროთ წარსულს, უბრალოდ გიხაროდეთ ის ყოველი წუთი და ყოველი წამი, რაც გაგაჩნიათ აი ამ წუთას, აი ამ დღეს, ამ მომენტში და თქვით ყველაფრით შეიგრძნეს ცხოვრება და ყველაფერი მოვა თავის დროზე, აუცილებლად. უფას ყველა ჩვენგანისთვის აქვს გეგმა და იმ გეგმის მიხედვით მოხდება ყველაფერი. თავი აქ წამდეთ და გიყვარდეთ. ანუ ყველაზე დიდი გრძნობა ამ ცხოვრებაში და ამ სიცოცხლეში სიყვარული არის. მე ეგრე მგონია. God loves all of us. აი, და გიტასურათ ინგლისურადაც. ძალიან ის გამომივიდა, რა ქვია, ჩაღრმავება. ხო. ძალიან ჩაღრმავება გამომივიდა, მაგრამ ხო, მაგრამ უბრალოდ გულიდან წამოსული სიტყვები არის. გვინდა და გვიყვარს საქართველო. ძალიან. აქეთ შემოატრიალე ხელი. საქართველოს გიждებით. ანუ მე განსაკუთრებით მე შეიძლება რომ მეტად მეყვარს საქართველო. კი. ანუ ბავშვობიდანვე მაქვს ჩარჩენი საქართველოს სიყვარული, აი რაღაცა ძალიან ხშირად შევხვდრი ადამიანები, რომ უცხოეთში მიდიან საცხოვრებლად და იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში არ არის ესეთი პირობები, როგორც მათ ხვდებათ უკვე სხვა ქვეყნებში, დაეჩვევიან მე ის თავისუფალ ცხოვრებას, კარგ ცხოვრებას, უფრო მშვიდ ცხოვრებას. მე საქართველოს როდესაც მიდის საუბარი, აღარ უნდა თქონდე დაბრუნება ქვეყანაში. ანუ ის კი არა რომ რა თქმა უნდა უყვართ იმათაც სამშობლო, მაგრამ ის იმენად კარგად გრძნობენ საზღვარგარეთ თავს, რომ ანუ არც ფიქრობენ უკვე იქი საზღვარგარეთ აკეთებენ ყველანაირ გეგმას, თავის მომავალს უკავშირებენ და საქართველოში დაბრუნებაზე, ანუ აღარავინ აღარ ლაპარაკობს და უბრალოდ დასასვენებლად ჩადიან ხოლმე. მაგრამ აი ამდენი ხნის განმავლობაში, ანუ ზუსტად აღარ მახსოვს მეც, 2007 წელს ჩამოვედი, ხო რამდენი წელია უკვე აქ ვარ. არასდროს არ ყოფილა მთელი ამ ხნის განმავლობაში, არასდროს არც ერთხელ არ ყოფილა ის მომენტი, რომ მე მეფიქროს ესპანეთში დარჩენაზე. ანუ ყოველთვის ჩემს ტვინში მაქვს ის, რომ ერთ დღეს უნდა დავბრუნდე. აუცილებლად. ხალხს კიდე გაუზიარო, რას აკეთებ ყოველ დღე, ყოველ ღამე ძილის წინ? ჰა? მე უკვე რო თვალები გადმოყლეფილი მაქვს, ისე რომ ჩემი 1% ენერგია დარჩენილი რაც მაქვს, არის იმისთვის რომ დავაყენო მაღვიძარა და გადავხედო ერთი რაშობა რომ ვაგოცო და გამშვიდობისა უსურო და წერია. ნაკვეთი საქართველოში რა ვიცი, სიღნაღეო თუ სადაო რაღაცაო და ედეს ვინებს, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა რომ აქ ჩამოვყალბდით ადამიანებად, აქ გავხდით ხალი და კაცი და ასე შემდეგ. ჩვენ მაინც საქართველოში ვართ ნახევრად, სულიერად და გონებრივად და ყველაფრიანად. ასე რომ დიდი იმედი გვაქვს რომ ადრე თუ გვიან და რაც შეიძლება იმედი ადრე ვიქნებით საქართველოში ჩვეულებრივი მოსახლეობის შემადგენელი ნაწილი. ჩემი სული გიждდება ამის თქმაზე შემადგენელი ნაწილზე იმენაჭედა. ანუ მოკლედ მე ტატუები არ მიყვარს ჩემს სხეულზე, მაგრამ რომ შემეძლოს საქართველოს და გავიკეთებდი ტატუ აი გულზე მთლიანად ამოვიტვი ფრავდი. მერაბაა დვალიშვილი. ხო, აი როგორც მერაბ დვალიშვილს აქვს გაკეთებული, მაგ ტატუს გავიკეთებდი ზუსტად. ხო და დიდი იმედი მაქვს. აუ, დავაი. რა? ჩალენჯი, დავაი. ჩალენჯი? პატარა საქართველოს დავიხატოთ სადმე იგივე. მოდი, რამდენ გამომწერზე დავიხატოთ ტატუ? 5
ხუთი კა? ხო, რავი. 5000 გამომწერზე. აუ, დავაი ხო. კაი. სოჩიმეთ შეულებრივი იუთუბერები გავიჩეთ. 5000 გამომწერზე ვიკეთეთ ორივე, ტატოს ვიხატებთ საქართველოს დროშას. დროშას საქართველოს რუკაში, ხო, ნოლიშის როცა. ნოლიშის როგორც. რამე პატარა და ადგილი ავარჩიოთ, ხო? ხო, ადგილს თქვენთან ერთად ავარჩევთ. თანახმოვარ. ანუ მე არ მაქვს დათოს კი აქვს ეს სტატუები, მაგრამ მე არაფერი არ მაქვს არასდროს არ გამიკეთები არანაირი სტატუ. ჩემი 14 წლის მანძილზე და რაღაც მომენტში კი გვიფიქრია, ჩანაფიქრიც ხონდა რომ რაღაც ერთნაირი სტატუ გავეკეთებინა და იდეაც გვაქვს, მაგრამ ვერ მივიყვანე და ვერ განვახორციელეთ ეგ გეგმა. ხო და ეხა თქვენთან ერთად ვამბობთ და პირობას ვუწევთ რომ 5000 გამომწერზე გავიკეთებთ აი ამ სტატუს. ჩანაფიქრი გვაქვს რომ აქ ვიყოთ. იქამდე სანამდე სიტუაცია მოითხოვს, რომ მერე უეჭველთ საქართველოში გავაგრძელოთ მოღვაწეობა. ძალიან დიდი სურვილი გვაქვს საქართველოში რაღაც პატარა აბა დიდი საშუალება სადა გვაქვს. პატარა ბიზნესი რა გავაკეთოთ, რომ აი ისე რომ ხოაზე ხარ, ანუ რეალისტები ვართ ხარ. Lamborghini Ferrari და რამე ვიშარ უყვარს, მაგრამ აი მინიმალური შემოსავალი მაინც რო იყოს, რომ არ ფიქრობდე იმაზე თუ ხვალ რა ჭამოდა, რა ჩაიცვადა, რა დალიო. აი იქ რომ მქონდეს საქართველოში მაგის მინიმალური პირობები, არ ვიცი, ალბათ შემდეგ ფრენას გამოვყობოდი და ანუ თან რა ხდება, ანუ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი კარიერული გამოცდილება ესპანეთში, მაგრამ საქართველოში არც ერთს არასდროს არც გვიმუშავია, არანაირი მოღვაწეობა არ გვაქვს იქ, მარტო სკოლა დავამთავრე მე, დათომ სკოლა არც დაამთავრა, აქ წამოვიდა პატარაობიდანვე. მე კლასი მოვწი საქართველოში და ხო. და მე აქ გავაგრძელებთ ჩვენი სწავლა, აქ დავამთავრეთ ჩვენი კარიერა, აქ გვაქვს მოღვაწეობა, ვიმუშავეთ, მოკლედ ჩვენი ლოგროს მიღწევები ჩვენ აქ გვაქვს. და არ ვიცით საქართველოში როგორია გამოცდილება მუშაობის. გადმოცემით ვიცით და ანუ ტელევიზიით კი არა და ინტერნეტით ვიცით დაახლოებით რა სიტუაცია არის მათ საქართველოში. მაგრამ ჩვენ პირადად არ გამოვიდა დათოს კი არ მოსწონს ამ თემაზე რომ ვლაპარაკობ. და არ უნდა რომ ვახსენო, მაგრამ მე ძალიან მალე საქართველოში მოვდივარ. დავითის გარეშე. მოვდივართ მე და ადრიანა. იმედია უცებ მალე გამივა, მაგრამ უიმშოთ ერთი დღე როგორც მასაჟად ერთი წელი. გრამენით გავკეჩავ. ორი კვირა ახალი მოტო მეყოლება, ჩემთვის მუშაობ. ხო, თავისუფალ დღეებში ჩემ ძმისშვილებს ნახავ, ჩემ გულებს და სულებს. აუ, ნია, ევაკო, ამას თუ ოდესმე ნახავთ, მიყვარხართ გულში, ხარ. აუ, წარმოიდგინე რამდენიმე წლის შემდეგ იმამდენი უნდა ნახონ ეს პოდკასტი, შემაგერი იქნება. შიშა, ჰოლა. ვიყარხარ. ის ადამიანები, რომლებიც ჩვენ გვიყურებენ. იმიტომ რომ რეალურად გვიყურებენ. ყველა ვიდეოს აქვს იმაზე მეტი ნახვა, გაცილებით მეტი ნახვა, ვიდრე გამომწარი. ასე რომ, გთხოვთ გამოგვიწერეთ და თუ ავალთ მართლა 5000 გამომწერზე, ჩვენ აუცილებლად შევასრულებთ ჩვენს პირობას. ვინც 5000 გამომწერზე ავიდეს და ტატუ არ გაიგეთოს? თუ დაადე. იმას მაგარი მოგამიქნეს. ზედმეტი იყო. რატო? თუ დაადე და მაგარი ვეში გაიწვია. კაი, წავედი ხა ჩვენ მიკჭკავით. ხო, მოკლედ, დღესთვის სულ ეს იყო. ჩვენ კი აქ გემშვიდობებით, მოვალ შევხედრამდე. გვიყვარხართ ყველა, ვინც ჩვენ გვიყურებთ. კარგად.